სუიხსენებთ ხოლმე დასაწყის. რამდენი გავწურეთ უკვე მე-7 ხო? მე და ტატო რომ გამოვედით, აი ახალი სეზონი იწყებოდა სილკში. დავკარგეთ ყველაფერი, პრემიერ ლიგა, ესა ვაფშე ყველაფერი. ახალი გადაცემები არ რაღაცა ცოტა იმედგაცრუებულები ვიყავით და აი ისეთ იდეა გქონდა რაღაც გავკეთებინ და ტატოს რო გადავხედე, აი ეს ისეთ იმედგაცრუებული იყო. რომ აი დაჟე მახსოვს სად ვიდექით, ქუჩაზე ვიდექით ესე იმაზე. ნოცუბიძის ქუჩაზე ვიდექით და აი ტატომაც გავაკეთოთ რა რამეო რა, ანუ აღარ შეიძლებაო ესეო და ბიჭო ეხლა რომ რაღაც გაიხსენე. ეხლა გამახსენდა რომ მანამდე რამდენჯერ გვილაპარაკია რომ აი გავაკეთო რაღაც ერთი. просто მე მქონდა მაგ დროს ის რა იდეა, ხო, პოდკასტი მქონდა. და მეთქი ეხლა რაღაც ინტერესი, იმასაც ვიქნები რომ მეთქი ინტერესთა კონფლიქტიც არ იყოს, იმიტომ რომ მაგ დროს როცა ორშევათობა დავიწყეთ, მედანიას მქონდა პოდკასტი. ხო და ეხლა გამახსენდა, ვაფშე არ მახსოვდა და გამახსენდა რომ რამდენიმე თვე მიდიოდა. სამწვადი ქათამი რო იყიდებოდა, მაგ ვიდექით აი მაგასა და მე შორის იყო და ნუ დავაი და უნა გამე რომ გამოდიოთ ხოლმე მანქანებამ ბაზრობდით მაგაზე იყო რომ აბა ის ქნათ აბა ეს ქნათ და დავაი ვქნათო და დავაი მეთქი მაგის და ეცვათი რე და მოვედით მეთქი მიკროფონი მაქვს ის დიდი ყლინჯი რო გვედო სანდროს ესე რო უდევს კამერა ძმა მყავს მეთქი რომელიც ერკვევა იმეებში ტეკერებში რაღაც შეერთებს გამოაერთებს და ესე დავიწყეთ ორშაბათოა მეგობრებო არაფრიდან აგერ 7 წელი დავხურეთ ფაქტობრივად. ხო, ესე დასაწყისი მოკლედ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე მნიშვნელოვანი მეგობრებო ვიცით რა არის? შენარჩუნება, იმიტომ რომ შენარჩუნებაზე აი დააკვირდით ცხოვრებაში ყოველთვის ეგრეა რა, რაღაც დაწყება კიდე ისეთი რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ შენარჩუნება ნებისმიერ რამე ტიტულის იქნება თუ რაღაცა ცხოვრებაში რაღაცის უფრო რთულია ვიდრე მოპოვება. მადრიდის რეალის გარდა ვერ შეძლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ხო, პარი სენ-ჟერმენი შეძლო ეხლა კი ბატონო. აინც ჩარტყ. სამჯერ არგენტინაში აცადე. სამჯერ ჯერ ვერავინ ჯერ რა აცადე. ხო და აი რაღაცა დღეები რაღაც ისინი იყო რომ ტატო შეიძლება რაღაცა ეზარებოდა ხანდახან თავიდან ვერ უყურებდა პერსპექტიულად ეს შეიძლება იყო რაღაც მეც მქონია ეგეთ მომენტები და არა პერსპექტიულად იმაზე არ იყო ვაფშე არც მიფიქრია მაგაზე არა რო რეკავდი არა ხო და პერსპექტივა რაც იყო ალბათ მართლა როცა გვინდოდა გავავდიოთ როცა გვეზარებოდა შეიძლება არ გაგუშულიყავით პერსპექტივა არა პერსპექტივა ვაფშე არ მიფიქრია რომ პერსპექტიული შეებოდა ყოფილა ვაფშე არ მიფიქრია რომ რამენაირი გარდა იმისა რომ ჩვენ გავერთობოდით არა მე მქონდა мотиваცია და გეგმა რომ სპონსორს მოვიყვანდი მე საერთოდ არ მიფიქრია ტატოს უთხარი რომ მეთქი 1000-დან 1500 კაცამდე თუ ვიყურებს მეთქი ანუ სპონსორი დაინტერესდება თქო რა მგადაცემით თქო ხო და მე ამ პერიოდში რო გირეკავდი ხოლმე დღეს ხო არ დავიკიდოთ და რაღაცეების ერთიოჯერ დაჟე მე ლაივის დროს დაგირეკავ ამის 1000-დან ეს ვაკეთებთ ეგრე მოგეთ რა ნუ ტატო ზოგადად საერთოდ ვფიქრობდი იმაზე რომ რამე პერსპექტივა შეიძლება ყოფილიყო პროსტა ვერთობოდით რა ტატოს მიმართ რა არა სამოდის არა ტატოს მიმართ სილკშიც იყო ეგეთ დამოკიდებულება რა ანუ გადაცემას არაკეთებდა მოვიდოდა პიჯაკს თუ იმ რაღაცა კოსტუმს თუ რაღაცა შემოახურებდა თავის ზედას მოსაცმელს რომელიც უფრო დიდი ხანია ნამყოფი ბუდკაში ვიდრეს მოახურო და გავიდო და ყავას სვამდა სიგარეტს ეწეოდა აგინებდა ვიღაცას ის და დაძდევდნენ ტატო უკვე გადაცემაში უნდა ეთერში გადის უკვე და მალე გაგვიხმოვანე არ შევიდო მე რო შედიოდა კარგად აკეთებდა ყველას სამაგიეროდ იმიტომ რომ ნიჭიერი ბიჭია ხო და ეგრე არის რა აქაც ისე იყო ანუ რთული იყო არ მოდიოდა ის ცოტა გადაცემაში რთული შემოსაგდები იყო მაგრამ სამაგად კარგად გამოსდის მე მახსოვს ის შეგრძნება სპონსორი რო გაჩნდა ხო და უცებ დამოღამება იმის რომ უკვე აღარ გამოვა გახალტურება გადაცემა უნდა გავიდეს იმიტომ რომ ვალდებულება გაგვეჩითა რა პირველი ვალდებულება არამაყურებელთან არამედ ესე სხვა მხარესთან რო გაიჩითა ეგ იყო ცოტა ისა სტრანი რა უცნაური იმიტომ რომ არამანამდე არ ქონდა ეგეთი არაფერი და ეხლა ხო ისეთ პონტია რომ არ ვერ ვაგერ მაშინ ისე იყო რომ შეიძლება შაბათობა არ გავუკეთებინა რა ხო პანდემიის დროს ვიყავით ცოტა ხანი გაჩერებულები რომ ფეხბურთიც არ იყო და დანარჩენი აი ესე მოვდივართ და ესე უბერავთ და რავი ანუ სანამ გვექნება ძალა მაგის გაკეთების გავაკეთებთ და რაც თავარია იმიტომ დავიწყე ამის მოყოლა რომ არ გეგმავდით კიდევ ერთხელ არ გეგმავდით რომ აქამდე მივიდოდით ანუ გულისხმობ ჩვენ ურთიერთობას აი რამდენი ადამიანი გაგვაცნოთ თუნდაც და როგორი სიტუაცია გვაქვს ხოლმე თუნდაც გამომწევებთან ურთიერთობის ამბავში და ჩატშიც ძალიან ბევრი სიყვარული ტრიალებს ხოლმე და ძალიან გვიხარია რომ ეგნაბიჯი გადავდგეს კი ჩვენს ვერთობით და დაიმახსოვრეთ თავარია გაატრემდე რომ თავარი ნახე ჩვენ ეს გადაცემა გავუკეთებინა გარკვეულ წილად იმან რომ ტელევიზიაში მაგის პირობები არ იყო
და იმედგაცრუებამ გავაკეთებინ. ამიტომ რაღაცა სიტუაციაში თუ თქვენ ხართ იმედგაცრუებული და სიტუაცია ხელს არ გაძლევთ, ეს შეიძლება თქვენი განვითარებისთვის გამოიყენოთ კარგად. კი მესმის, რომ სპორტულ ტელევიზიაში მოგცემოდა მაგის შანსი თავიდან, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ სამაგიეროდ რომ ალტერნატივა გაჩნდა და არ შეიზღუდოთ თავი იმით, რომ სადღაც რაღაცა დრო, რაღაც საშუალება არ გეძლევათ, ან რაღაც უფროსი არ გაძლევთ საშუალებას. ყოველთვის არის დღეს მით უმეტეს ისეთი მომენტია, რომ შენი შეგიძლია გააკეთო ყველაფერი. ანუ ძალიან მარტივად ხდება მაგის გაკეთება. ამიტომ ნებისმიერი გაჭირვების და ნებისმიერი ეგეთი დეპრესიული პერიოდის დროს უცებ შეიძლება რაღაც ისეთი აღმოცენდეს და რაღაც ისეთი იდეა მოგივიდეს, რაღაც ისეთი საქმე დაიწყო, რაც შეიძლება უფრო მაგარი აღმოჩნდეს, ვიდრე იქ გააკეთებდი და ჩვენთვის ეგრე იყო რა, ანუ ორშაბათობის დაწყება აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო რამ რაც გვიქნია ხა. ხო, ნამდვილად ბევრი რაღაც არ შეგვიფიქრეთ ცხოვრებაში, ხა რომ დავგამოვდგეთ და ველაპარაკოთ, რომ ეს გავაკეთეთ და ეს გავაკეთეთ, მაგრამ დავინახეთ პერსპექტივა, პოტენციალი და გარდა მაგისა რომ დავინახეთ, სიტუაცია იყო, სიტუაციამ გვაიძულა, რაც უნდა სასაცილო ჭირდეს. არა, პერსპექტივა და პოტენციალი მე პირადად უფრო მე ხალხმა დამანახა. ხო, რო გახვედი 3-4 თვის მერე და ვიღაცამა ორშაბათობას გიყურე და რაღაცა. ნელ-ნელა ხო და ხო, მაგაში გეთანხმები რომ მე ოღონდ ეგ პერსპექტივა დანახული მქონდა, იმიტომ რომ YouTube-სა და ტელევიზიას შორის პარალელი რომ მე ვიდეოებში ჩანდი და ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობდა მაქედან, აი ეგ პარალელი უკვე დანახული მქონდა რა და შენს დარწმუნებული ვარ რომ მარტივად იგრძნობდი მაყოლაფერს. კი. მე რომ მოვიდა ის მაგ პერსპექტივის დანახვის დღეები რო დადგა, ხო? მე ძალიან მარტივად რო ეს ტატოზე გული მწყდებოდა ხოლმე რომ არაკეთებდა ეს ტელევიზიაში იჯდა და ეხა ძერბებზე გადაცემას გავაკეთებ, ეხა იმას გავაკეთებ, ეხა ამას გავაკეთებ, თან მართლა ეხა თქვენ ეხა გაიგეთ მე რომ ტატომ ამდენ რაღაც იცოდა და მე ხო უყურებდი ამას რომ ამდენ რაღაცა იცის და როგორ შეუძლია და იჯდა, აი რას აკეთებდა ეხა გითხრათ. აი ფრესკოს და ვიკიპედიას რო გახსნით, აი ამას გახსნიდა და ამას ლაპარაკობდა იმაში რა ქვია. იმაში ის ამოვიდა, ბარათი ამოვიდა, იმაში ეს დანიშნეს, იმაში ეს და იჯდნენ იმაში რა ქვია, კურილკაში. მოწევა კი აკრძალულია, მაგრამ მაინც იყო კურილკა და ეს ვერ მეზიზღებოდნენ უკვე, ანუ ვერ ვიტანდი ამას, იმიტომ რომ სამსახურში ის იყო რა, ძალიან ეგეთ სიტუაცია იყო, შეიკრებოდნენ ამ ბარათებს რაღაცებს ითვლიდნენ და ფეხბურთზე ლაპარაკი და შემოქმედებითი წვა აღარ იყო.